ხტაში. უბრალოდ რა ხმა იყო. რაჯანზე ხარ. ეტყობა სადაც ვართ, აკუსტიკაა განსხვავებული. თან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ის ავტომატურად იქნება. ის ჩართულია კი. იმიტომ რომ დიდი ხნის სურვილი აგვისრულდა და მოიცალა ბატონმა დავითვა ჩვენ. ვაიმე, რა ეს არ მომეწონა ხა. მე ყოველთვის მოვიცლი კეთილი ხალხისთვის და ესე, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებლად. სოფელში იყავით. სოფელში ვიყავი, თვალის ოპერაცია გავიკეთე რაღაცები და თორე ამჩვევია საერთოდ. მესმის რასაც ამბობ და მით უმეტეს თქვენნაირი კარგი ხალხთან რატო უნდა მეწვალებინეთ, მე თვითონ არ ვიცი. დიდი მადლობა. შესავალი ისეთი გამოგდის ხოლმე ესე. არ უნდა წაშალ მე არა, პირიქით ეგრე უკეთესია ხო. არც ერთი ბატონო დავით, არც ერთი სტუმარი, დაახლოებით 60 სტუმარი ყავს ჩაწერილი, არც ერთ სტუმართან არაფერი არ გქონია დაგეგმილი. შესავალიც მათ შორის, რომ ძალიან კარგი, ეს არის ყველაზე კარგი ახლა. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ რაც თემა არ უნდა შემომთავაზოს, რომ რაღაცა ვიტყვი ისეც რომ არ თქმულა და რაღაცა, მაგრამ როცა უყურებ, რომ ადამიანი იქვე აზროვნებს და იქვე გაწდის, რაღაცას ყოველთვის უფრო სახალისოდ მოსასმენია და საყურე. ნამდვილად. დაგეგმილია ხა ბუნებრივია დეტალებს ვეძებთ ხოლმე, რომ ეგ თავისთავად. კითხვები დავსვათ. ხო და რის თქვა მინდოდა 10 წლის ვაჟი მყავს პატივცემული გიორგი და აი ძალიან უყვარხარს და რო გაიგო თქვენთან მოვდიოდი გადაერია მესმინდა, მაგრამ არ გამოვიდა ხა სკოლაში ბრძანდებოდა მე გიორგის არ ვიცნობ, მაგრამ ყურადღებისთვის დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან და უთხარით რომ მე ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ბატონო. მაგრამ ისე იმ გრიშა კაგაჩიას მაინდამაც მიბაძავ ხო, იქნება მისი გმირი ასე ვთქვათ. ან გმირი თუ ანტიგმირი უნდა იყოს, რომ ესე არ გააგრძელოს. ეგ ძალიან კარგი რჩევა. ჩვენი მოხეტიალე პოდკასტი დავახსოვთ. ისა რაკი გიორგის ეხლა რომ ნახავს რომ გადაპარსული თავი შეიძლება არ მოვეწონი და ესე რომ იყო გავუჩი. მოკლედ, ჩვენი მოხეტიალე პოდკასტი, ჩვენი მამების დრო, სადაც გვითენდება იქვე გამდება, უსტუდიო ცხოვრებას ვეწევით, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ყავს ყოველთვის არაჩვეულებრივი სტუმრები, ისევე როგორც დღეს და დღეს ჩვენი სტუმარია ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, არაჩვეულებრივი მსახიობი, არ შემწყვება ამ სიტყვის თქმა, ბატონი დავით კვირცხალია. კიდევ ერთხელ გამარჯობა. სპათაშორის მადლობა, ყურადღებისთვის დიდი მადლობა, მოწვევისთვის დიდი მადლობა და დავით, ნახოთ რა ვეცდები, გულწრფელი ვიყო, ყველაზე უფრო დედას გეფიცები ახლა ექსპერიმენტი ჩავატარე შენთან მიმართებაში. აქ დავწერე ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, მე და შენ თქვი თეატრის და კინოს მსახიობია და გამიხარდა, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებდა ჯერ პირველს კინოს სიტყვის თუ თეატრი. რატო? აი არ ვიცი, თეატრი ჩემთვის განსაკუთრებია და იმიტომ. არა, გარდა მაგისა, ახლა მე თეატრში მოღვაწეობ უკვე 50 წელზე მეტია და კინოში ესე როცა დამიძახებენ და ცოტა მაქვს, მე არა ვარ ძალიან განებირული კინოროლები და ეპიზოდები რაღაცა იქ ორ რუსულ ფილმში ვარ გადაღებული მოსფილმში და რაღაცა ესე. თუმცა ქართულ კინოში ძალიან მაგარი ნატრის ხეში ხარ, ტყვაყარე თუთაბეში. კი ბატონო, კი, არა, უკმაყოფილო კი არა ვარ ეს უბრალოდ ისე დატვირთული როგორც თეატრში, არასდროს არ ყოფილი ვარ კინოში. 1970 წლიდან ხართ რუსთაველის თეატრში. დიახ. 55 წელი გამოდის ხო? 55 წელი. საიუბილეო წელია და პლუს წელს გახდით 75 წლის. დიახ. ორი შემთხვევა იყო საიუბილეო. აი მოგვიანებით გილოცავთ. და ისევ ჩვენ დიდ სიყვარულს გიფიქსირებთ და აი, ეხლა თქვათ ჩვენი ორი მეგობარი. ხო, მეგობრებიც ყავს ბატონო დავით, რადიო მედია ჰოლდინგი, რადიო ფორტუნა, რომელიც ჩვენს გვერდით არის და გვერდში გვიდგას და უძაფო ჩურჩხელა, კომპანია სუთი ფაუერის ჩურჩხელა, არაჩვეულებრივი ჩურჩხელა თავისი ბროწეულის შოკოლადისა და ნუ რა თქმა უნდა ყურძნის არომატებით აუცილებლად პირობას გაძლევთ რომ გაგასინჯებთ. ძალიან გემრიელი რამე გელოდება თორე. გაიხარეთ. და მეგობრები რადგან ახსენე უბრალოდ თქვენი ნებართვით ერთი პატარა განცხადებასავით მინდა გავაკეთო. წელიწადზე მეტია მამების დროს ვიღებთ ტელეფონით და ხარისხი აშკარად უკეთეს მოითხოვს და ძალიან გვჭირდება კამერები, მოკლედ. ზაზა ყურელიშვილმა კი გვაჩუქა კამერა, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ვერ აღმოჩნდა. თან ერთი ცალია და ერთი ცალი არ ყოფილი. ხო. კამერა გვჭირდება მოკლედ და ვისაც სურვილი ექნება რომ გვერდში დაგვიდგეს
ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრობა ვიცით ჩვენ და ასე რომ უკეთესი ხარისხისთვის მოკლედ ზად ვართ დიდი მეგობრობისთვის კომპანიებო. თუ შეიძლება დავიწყოთ ასე ბატონო, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო, კი არის ნათქვამი და მოდი თქვენი ბავშვობა გავიხსენოთ. რაღაც ყველაზე უფრო ისეთი ლამაზი ბედნიერი მომენტები ან ფეხს რო იდგენით ხოლმე და რის გამოტიროთ, არ ვიცი, ბავშვობა გავიხსენოთ მოკლედ რა. იცი რა. ყველა ბავშვობა განუმეორებელია და რაღაც აი ზუსტად რაღაც ის 60 წლებია, როცა ადამიანი ყველაზე ახლოს არის ამ სამყაროსთან და ბავშვი, იმიტომ მას არც დარდები აწუხებს, არც კომპრომისები, არც ტვირთი აწევს რამე ძიმე რომ ოჯახს შებატოს და რაღაც და მე მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ დავიბადე ძალიან კარგ ოჯახში. ძალიან კარგი დედა და მამა მყავდა. ორივენი პედაგოგები იყვნენ. განათლებით. მამა ბოლომდე საშუალო სკოლაში იყო პედაგოგი. ისე ტექნიკურ საგრაფს ასწავლიდა. და დედა კიდე სხვადასხვა ბიბლიოთეკის გამგე იყო, მე საქციგნის დირექტორი. ეს იმ საუკუნეში ხდება ყველაფერი. მაგრამ ერთი რამ ხელმოკლედ ცხოვრობდით, არ ვიყავით ისე, რა ქვია, განებივრებული ბავშვი არც მე და ორინი ვიყავთ ძმები, მე და ჩემი ძმა თენგო. ხო და არ ვიყავით განებივრებული დიდი ფუფუნები და იმით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი მქონდა. არ გშიოდა. რო იგონებს ხო ზოგიერთ გაჭირვება იყო იქ პურიზე, აი დუმბაძის გმირების რაღაც მიდიან პურის თუ სიმინდეს. არ იყო ეგეთი რამე არ ქონდა. აი თავიანთი პატიოსანი შრომით ოჯახს არაფერი არ აკლდა. და გვაცნობდნენ კარგად. დედაჩემს სულ იმას ცდილობდა, რომ ყველაზე თეთრი პერანგი მე და ჩემს ძმას ქონოდა სკოლაში წავსულიყავით. გაკათკათებულ გატკიცებულ. რამხელაში რომ აიყო მაშინ ქალისთვის გაკათკათებული რო ყოფილიყო. რა ქონდა ხელით რეცხავდნენ. ხელით ეხლა მეგეუბნები მე ვარ 50 წელს დაბადებული. ჩემი ძმა 53-ში. ხო, აი წარმოიდგინეთ იმდენი იმის მე მოხდა ისე რომ ჩვენ აქ თბილისში ვიზრდებოდით და მე მამა ავად გახდა და წავიდა სამტრედიაში გადაიყვანეს იმიტომ ეს რა ქვია ნესტიანი ჰავის ხო და იქ ვსწავლობდი და გეფიცებით ისეთი სამტრედიაში ისეთი პედაგოგები მყავდა აი მამის მეგობრები სკოლის დირექტორი სასწავლო ნაწილი ყველა დღემდე მახსოვს აი რაღაც როგორც განსაკუთრებული პიროვნება აი საოცარი აი მე ჩემი შვილები თბილისში გაიზარდნენ და მაპატიოს ყველა არავის არ ვაყენებ იმას რა ქვია მაგრამ არავინ არ მახსოვს მისი პედაგოგი იმის მე რას ვიცი აი ჩემს დროს ამ ხარისხი მეტი იყო პედაგოგიური მოღვაწეობის ასე ვთქვათ და უნდა გითხრათ რომ ამ ხრივ მე ბედს არ ვემდური იმიტომ რომ აი რაც არ ამ შობლები მე უფრო დავფიქრებულ ვარ ამაზე და სულ მახსენდება ჩემი ულამაზესი და უაშკაცესი მამა მყავდა რომელსაც ენაც უჭრიდა გარეგნობაც და ხატავდა და მღეროდა აი ყველა მონაცემი მით შემკული ადამიანი მღეროდა ისე უბრალოდ არა კარგი ხმა ჰქონდა და მე აი ჩემი როდესაც რუსთაველის თეატრში მოვხვდი რაღაცა და დავმეგობდი ამ შესანიშნავ ვარსკვლავები იყვნენ მაშინ და ერთხელ ბატონეროსი გავაცანე რა მამაშენ და ბატონეროსი მე იქეთ რომ მიდიოდა დასავლეთ საქართველოში ხო გაუვლიდა მამაჩის იმღერებდნენ იმ ღამეს ნუ რაღაცა დაისვენებდა და მე მიდიოდა აი ესეთი რა ბატონეროსის რატო ბატონეროსი რო არ დაენახა რა მაინც ისოდნენ მისი ხმის გამო მთელი საქართველოს
კარები ღია იყო მისთვის, იმიტომ რადიო იყო თუ ტელევიზია თუ კინო იყო თუ კინოჟურნალი, ყველგან ბატონ ეროსის ხმა იყო გამოყენებული, ასე თქვა და ამიტომ აი როცა ბატონ ეროსის პარტნიორობას უწევდა მამაჩემი ის უკვე საამაყოა და ჩემთვის რა თქმა უნდა. ხო. ბატონო დავით, ერთ ინტერვიუში გიწერიათ ასეთ რაღაც, რომ როდესაც ოჯახმა გაიგო თქვენი გადაწყვეტილება, რომ უნდა გამხდარიყავით მსახიობი, ძალიან შეიცხადეს, ასე ვთქვა, ძალიან ძიმედ მიიღეს. ხო, ოღონდ შეცხადება არ იყო ესეთ რაღაც მეგრული არ იყო, მაგრამ დედა ძალიან წინააღმდეგი იყო. იმიტომ რომ მართალი იყო ერთიც და მეორეც, რომ უცებ შეცვნენ. თუმცა ამ ჩემს არჩევანს ჰქონდა წინაპირობა, ესე არ იყო მე უცებ გავიღვიძე და მომინდა. არა, მაგრამ ისინი მართლები რაში იყვნენ, იცი? რომ მე არავინ არ მყავდა ხელის მომკიდე რაღაც ხრის ხარში ამომდგომი როცინ გავდა, იმიტომ ისეთ სამყაროში მოდიხარ. მე იგი სამტრედიაში რომ მე ეს მომენტო ვინ იცოდა რომ მე რუსთაველის თეატრში მოხვდებოდი. არავინ არ იცოდა. უბრალოდ მე რა იყო, იცი, აი სკოლის დროს სტარდებოდა იქ ოლიმპიადები, ხატრული შემოქმედება ყველა კლასის ყველა და მე ნაკრები იკრიბებოდა, რაიონული ნაკრები და მოდიოდნენ ფინალში თბილისში აბარებდნენ და მე მქონდა ჩემი ასე ვთქვათ ნიშა იქ ლექს ვკითხულობდი, ხატრული კითხვის ის ვიყო. რა ლექს კითხულობდით? ვკითხულობდი სულ მთელი სკოლის პერიოდი ლადო ასათიანის ლექსი იყო ჩემი ქვეყნის ოქროყანა. ხო. დიდის გარჯით მოწეულო სიცილისგან დაბრაწულო კან დამსკდა რომ როწეულო ეხლას მახსოვს. ხო და მეორე ლექსი იყო კიდე, აი ღონისძიებები იყო მაშინ საბჭოთა დროს, ზოგი ეძღვნებოდა 1 მაისს, ზოგი ოქტომბრის რევოლუციას რაღაც და აი ქონდა მეორე სანდრო შაშიაშვილის ლექსი იყო დედის ერთა ლენინთან, ძამძიმე ლექსია რაღაც. დედის ერთა ლენინთან. ახსენ კარი დედა, შენ შუს გარეთ რა უნდა და ტიროდა, ნუ მე ამიტი მაყურებდი. ხო და ესე ამ ლექსებმა მე სცენაზე როცა ტაშს მიიღებ, გეფიცები და თუ ეს არ არის რაღაცა საგანი უსულო, ის უკვე მოიწამლება იმ სცენის სიყვარულით და მეც ისე დამემართა, უკვე სხვაგან არც ვფიქრობდი. სხვა ოღონ ერთიც უნდა გითხრათ, რომ არ ვიყავ ისეთი მოწაფე, რომ თქვათ აი ოროს სამიანი არ ვყავდა რა. არც ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ სამიანი არ ვყავდა. 4 იყო უფრო მეტი, ში გამოერევდა 5-იანიც. და აი წეღანელ კითხვას დავასრულებ ასეთი წეღანელ დასაწყის დავასრულებ ასეთი კითხვით, რომ მას მერე რაც თავი შვილი ნახეს ეროსისთან ერთად სცენაზე, ეროსისთან დამეგობრებული, იმდროინდელ ვარსკვლავებთან ერთად რუსთაველის თეატრში, როგორი იყო მამას და დედას რეაქცია? იცით რა, მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს, იმიტომ ჩემი პირველი პრემიერა როცა შედგა რუსთაველის თეატრში, ჩვენ უკვე მე და ნანი ჩიქვინძე ჯგუფში სწავლობდით და შეგვიყვანეს უკვე აპრობირებულ სპექტაკლში, აი მაშინ იწყებდა ბატონ რობერტ სტრუა თავის იმას და აი ეს იყო მართლა კარგი სპექტაკლი იყო ვახშმობის წინ და აი რომ მივე შეგვიყვანეთ ჩვენ მეორე კურსზე ვიყავით კაცო შევცვალეთ ვინ გოგი ქავთარაძე და ბელა მირიანიშვილი არც მეტი არც ნაკლები ესენი და ეს სპექტაკლი ძალიან პოპულარული იყო და ქალბატონი ბელა ავად შეიქმნა და ბატონი გოგი წავიდა რუსთაველთან და შეეცოდათ რომ ის არ მოეხსნათ კარგი სპექტაკლი რომელსაც მაყურებელი ყავდა და რო შეგვიყვანეს და რეპეტიციას დახვდნენ ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ბატონი გიორგი საღარაძე, გურამ საღარაძის მამა კაცო და კი პირველ დღეს შევწვი რაღაცა, მაგრამ ეხლა ამ ხალხთან როცა ხარ, შენც უნდა რა კი აგირჩიეს, უნდა რაღაცა და ეთყობა
თან ჩემი პედაგოგი იყო განუმერული მიხეილ თუმანიშვილი. ისიც ესწრებოდა მრევლებს, ბატონმა რობერტმა როცა მოგცა დავალება და რაღაცა და მოკლედ მინდა გითხრათ რომ კარგი ის გამოგვივიდა და აღმოჩნდა რომ მე დაგვიძმაკაცა ბატონი გოგიმ ბატონმა ეროსიმ რა ვიცი იქ ახალგაზრდები იყვნენ მაშინ თამაშობდა ტრისტან ყვალაიძე გადასარევ მსახიობი მერაბ თავაძე და რა ვიცი აი ესეთ იმაში მოხდით საოცარი მშობლების რეაქცია რა იყო ამას? ხო და აი იმათ რომ დაინახეს რომ ამათ გვერდით ჩვენ ახლა ისე განათლებულები იყვნენ ჩემი მშობლები ძალიან აკითხები მამაჩემი უწიგნოთ არ იძინებდა სულ ყოველ დღე ახალი წიგნი ედო იმას და რაში ჭირდებოდა არ ვიცი მაგრამ თვითონ უწიგნოთ არ იძინებდა ეხლა მე ვიძახი რომ რაში ჭირდებოდა მაგრამ ეთყობა ჭირდებოდა იმიტომ დღესაც ვისაც ახსოვს ყველა კარგად იხსენებს და სულ ის იყო რა ქვია თელ არა მარტო ნათესაობაში რა მეზობლებშიც იგი რა ნაცნობებში ყველგან თამადა იყო რა ქორწილებში ქელეხებში რა ვიცი და ელოდებოდნენ აბესალომი ერქვა მამაჩემ და მოვა აბესალომი და დავიწყოთ აი ესეთი ის იყო ეკავენ მე ხშირად ვცხვენოდა ამის გამო მაგრამ რა სიზამ შობლის ემოციებიო ლადო რო ახსენეთ უფროსი ვაჟი მყავს ბატონო 14 წლის არის და სახიობობა უნდა პატივცემოს და პატარა იყო მაშინ პირველად რო ვნახე სცენაზე მიხეილ ჯავახიშვილის ბავშვობასა როგორ უნდა თქვა მიხეილ ჯავახიშვილის ბავშვობის როლი ქონდა რა ბავშვი მიხეილ ჯავახი აი იცით რამდენი ვიტირე თან დიდი არაფერი არ იყო პატარა როლი ქონდა აი ძალიან დიდი ბედნიერება იყო და მიხაროდა რომ ჯერ ის რომ პატარამ გაიგო ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი. რაღაცა მიზანი როავს ეგ მიხარია და მამასთან როგორი ურთიერთობა ქონდათ, მოდი აი ემოციებს თუ ძალიან ღიაც თუ გამოხატავდა ხოლმე, იმიტომ რომ ვიცით ხოლმე ეს დამალო კაცება და მამა. იცით რა, ახლა ხო გეუბნები დედას ენაცოლოს ჩემი თავი, თოფურიას ქალი იყო, ცოტა ისეთი, აი, სულთა მეგრული იმით რა. სიმკაცრეთა და ტემპერამენტი და ხშირად ხელი ჩემხებია სკოლაში გაუცემი ვარ ყური აუწევია რაღაცა მაგრამ აი მამაჩემი იყო საერთოდ მისგან არ მახსოვს ნუ გინება საერთოდ არ იცოდა მაგრამ აი ხო შეიძლება შვილს დავძოვე მამა ძაღლო ან რაღაც არა უცნაური რაღაცაა ხო მე დედასთან ვიღლებოდი რომ მიყვარდა სიგიჟემდე, მაგრამ მე რაღაც არ მახსოვს წავიკითხეთ თუ მოვისმინე. ესე იგი დედის სიყვარული ეს აუცილებელი რამე არავისთვის არ არის დაუჯერებელი და დედა უნდა გიყვარდეს, იმიტომ მისი სხეულის ნაწილი ხარ და მან გშობა და ესა და არავის არ ამაზე ემოცია, მაგრამ აი მამასთან დამოკიდებულებაში იქ ცოტა სხვანაირად ეძა მამა როცა განსაკუთრებით უყვარს ვიცი უფრო აფასებენ ამას იმიტომ რომ მამა სახში არ არის შრომობს საგვიან მოდის რაღაცა მაგრამ ბავშვი ელოდება აი ესეთი რაღაცა მჭირდა მეც აი დედასთან თუ 1 საათი საათნახევარი უკვე ხო დედა გენაცვალე დავიღალე და აი მამა ჩემთან შემეძლო ყოფილიყავი 10 დღე 10 წელი ხმის ამოუღლება იმდენად მომწონდა როგორც ვაშკაცი, მამაკაცი, რაღაცა პატიოსანი. ამაგარია. ოღონდ ბედნიერი ვიქები ჩემაშვილებაც ეგრე თქვა რომ აი წერან ისეთი ემოციური რაღაცა თქვი შენ აი ჩემს ნათქვამს ყველაზე კარგად გამიგებ. აი როცა მათ დამინახეს. ხო. ეროსი მანჯგალაძესთან და გიორგი გერიჩონდა ყველასთან ვინ ჩამოთვალე. რა თქმა უნდა ისინი ამაყი იყვნენ, აბა როგორც შენ. შენი 14 წლის ბიჭი რო ეზიარა მიხეილ ჯავახიშვილს და გაიგო და იქამდე გადმოსცა ემოციები რომ შენ აგატირა ხო ესე არ თქვი არა იცით რა უნდა გითხოთ ბატონ დავით თუ გქონიათ ხოლმე ის მომენტი რომ შვილებთან ემოციები დაგიმალავთ თან ცრემლი დაგიმალავთ მე დიახ რა თქმა უნდა იქნებოდა არის მაგრამ მამაჩემის ნახევარი არა ვარ მე ჩემში მე უფლებას ვაძლევ ცუდიც თქვა რაღაცა ან წადი თქვენი ავიდეს მივიჯახუნო რაღაცა
შეიძლება მამაჩემის აკეთებდა კაცი იყო, ცოცხალი კაცი იყო, მაგრამ ადამიანია რა თქმა უნდა. მაგრამ მე არ დამინახია და რა ვქნა. ერთი პერიოდი თავიდან ცოტა პატარები რო იყვნენ, ორი ბიჭი მყავს და მაინც ვცდილობდი რომ არ დაენახათ ცრემლი, მაგრამ მე ახლა პირიქით ვარ. ჩემი პატარა შვილი ის უფრო მაკვარანცხია, მულტფილმზე ჩემი ძლია ვიტირო. დამცინის ხოლმე რომ ატირდა ახლა ეს. მე ვტირი ვარ სულ ბაშიაჩუქს. აი ლია ილიოს რო კლავენ. დიდო ლია ილიოსი დღემდე ისა ვარ, რა ქვია, რაღაც ემოციური. ჟანრი და ჩემი დედის სტოლი ქალბატონი იყო და ეგეთი ლამაზი მე არ იშვიათად მინახავს ეგეთი სიელამაზი. უნდა დავუმალოთ თუ არა ემოციები მამებმა შვილებთან. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თუ უნდა დავუმალოთ. მაგრამ ემოცია სამწუხაროდ ისეთ რამე არ არის, რაღაც გულიჯიბეში არ გიდას, რომ ის იქვე აგეშლება ნერვები და დაახეთქებ ეს. ეს უკვე იმ პიროვნების ხარისხზე და მის აღზრდაზე და მის ვინც ვისაც შეუძლია თავი შეეკავოს. მე ხო გეუბნები, მე მამაჩემის ნახევარი არ შემიძლია შევიკავო თავი და არ მიწყენინებია კიდეც მეუღლისთვისაც, შვილებისთვისაც, მე ორი ქალიშვილი მყავს. და ეხლა ხშირად ისეთ რამ წამოწდენენ რომ არ გეპატიება კაც ქალიშვილიდან მით უმეტეს. თქვენ წახვედით ჩხუბის ემოციებისკენ, არა, აი უფრო სენტიმენტების დამალოს გულისხმობ, რომ მამა ტირის. მამას ეტირება, ხო? იცი რა, არ მიფიქრე ამაზე, მაგრამ ალბათ ეტირებოდა მამაჩემს, იცი რომ რო გითხარით, იყო ეგეთი მომენტი, რომ იქ სამტრედიასთან ახლოს იყო კულაში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, ვაჭრობით ირჩენდნენ თავს და მე უცებ კონცერტი დამენიშნა და ფეხსაცმელი არ მქონდა. უბრალოდ მქონდა ფეხსაცმელი, რომელთაც სცენაზე ვერ გამოხვიდოდი. და მამაჩემი მეზობელს დავდო, წავიდნენ, წამიყვანეს კულაში რაღაცა და ჩემი ზომის ვერაფერი წარმოგიდგენია, თანაც ისეთი დღე იყო, ისინი არ შაბათია თუ რაღაცა და მაგრამ გაგვიღეს ყველა იმან გადაურეკე მე ახლა გვიცნობდეთ, იმიტომ იქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, კარგი ხალხი იყვნენ ძალიან ქართველი ებრაელები. თანაც იმ დედაჩემთან მოვიდო და დატოვებდა. მერე მომეც ფული ეთყოდა, რომ ხელფას ვაიღებ, მერე გამოგივლი და ეხლა გიხდება ეს და დაიტოვეთ. აი ესეთი ის იყო. ხო და აი რო ვერიშო მახსოვს რომ რა ვქნა, ვერ პოულობდა ადგილს. მამაჩემი თო მე ეს კი არ იყო ის რომ მე პაემანზე წავსულიყავენ და პატარა ბიჭი ვარ რაღაც 12 წლის თუ რაღაცა და სცენაზე უნდა მეცოს პრიალა ფეხზე კარგი შავი დაცურად უნდა მეცოს. მოკლედ ყველა სიტყვაში ბატონო დავით რამხელა სიყვარულს გამოხატავთ მამისადმი. მე ვგიჟდებოდი, ეხლაც იცი რა ასაკში რო შევედი, უფრო და უფრო დავიწყებ მისგან. მე ჩემი ძმა უფრო გავს, მე დედას ვგევარ. ხოდა მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს აი სარკეში როცა ვიყურებ წვერს ვიპარსავ რაღაცა რაღაც თვალებში სულ ჩავავლებ რომ მამა ჩემია და ჩაუკრავ ხოლმე თვალს, იმიტომ რომ იმას უკრავ, მე კი არა. ვიდო მიხარია რომ რაღაცა მეც ამაქვს. რა მაგარია. ხო, რა ვიცი. წეღარას თქვი ნეტა ჩემაშვილებმა ესე ილაპარაკონ 75 წლის ასაკში ასე გამიხსენო. ესე ილაპარაკებენ, ესე როცა ეხლა მე რო გიყურებ თქვენ ესე პატიოსანი თვალებით მიყურებ და ესე დადებით ისა მართალია დიდი ძმაკაცობა და ეს არა გქონდა მე ჩემი პროფესიის გამო იშვიათად ვწდები და ის აი თქვენი პატიოსნები ამ სიყვარულით როცა ეს როგორც ის ლაპარაკობს თავის შვილებზე არ შეიძლება შვილებმა ეს არ დაინახონ. ხო გეუბნები არანაირი მამაჩემს რამე მეთოდი არ გამოუყენებენ რომ ესეთი ესე მელაპარაკა მეოდესმე არა. ერთხელ სკოლის მასწავლებელმა სიგარეტი წამართვა. მიპოვა. ხო და მამა მოვიდა ძალიან გვიან. და მე ლოჩი ვიწექი უკვე გავიზარდა და მაწვანა ჩემი ძმა ოთახში იწვა დედა და მამას ოთახში ცალკე და მამა ჩემს ხმა გავიგე 4 საფეხური იყო საერთოდ მე ხისი ატაკი იყო და მესმოდა ფეხის ხმა და მივხვდი რომ მამა ჩემია და ვიცი რომ ის
სიგარეტის ამბავი იცი? ხო, არა, ვიცოდი რომ ნახდათ ეთყოდა ეს ქალბატონი. გადასარევი ისეო ქალბატონი. ხო და ეხლა პირველად რომ გაიგებს კაცი გაბრაზებული იქნა და მე უფრო არ მეძინა, მაგრამ მოიმძინარა თავი, თომ მუცელზე ვწევარ. ხო და შემოვიდა თორე დედაჩემმა ის მეგრელი იყო ინჭუჭი შეხედა თორე რა მოხდა ბესალო რა გინდა ქალო ესეთი მას რაღაც ამდაგვარ ტექსტები რა გინდა რატომ ხარ რაღაც ჩაფიქრებული ხარ შენი არ ეშვება ეს დედაჩემი ეს თქვი ეხლა რა მოხდა მოგვესრო შვილები რა მოხდა ბესალო ინჭუჭი იმას და მოიღო ეს სიგარეტი იყო შიპკა ერქვა ბულგარული სიგარეტი უფრო იმით ხუთი გაიგო პაჭკი რა ქვია კოლოფის გამო უფრო ყიდულობდით და ძალიან ეს იყო თეთრი ესეთი ოთხკუთხედი სქელი მოყავოსგან და მაგრამ მე თუ არ მოწე რა ბიჭი ხარ ახლა მე კლასში მე-9 კლასში თუ არ მოწე სიგარეტი სკოლაში რა გინდა და მოგვესრო ბიჭი და ვონ გეხვეწები არაფერი მე მოვლი მაგას ეს ტექსტი მე ვიცი შენ რასაც მოვლი აჭი ვიპარსა და სამართებლით და ორი ისე კიდე ტყავის და იცი რა ესეთ რა გოჟის ისა ორი რემენი ეკიდა ეს ილესება ხო რაზედაც ილესება ამ ტყავზე მე პრიალდება ხო და ეს ორივე ჩამოხსნა დედაჩემმა და ამაში გამოვარდა ლოჩი და აპა ერთი და მეორე და ვის გაუბედე შენ ესე მამაშენს უნდა აკადრო ხო და საწყალ მამაჩემი შეწუხდა რომ არ უშპიონია გესმის და მაგრამ რო არ ეთქვა ხوار შეიძლება და ის კალი ხვალ ხო შეხვდები პატარა ქალაქია და ერთ ქუჩაზე დადენ და ხვალ ხო დედაჩემს იგივეს ეთყოდა კიდე კაი მოვაჩენ თორე უფრო მე პირველი რო დედას გაიგო ხო დედას გეფიცები ზუსტად და 2 კვირა მაქსიმუმ ჩემი მეუღლე შემოვიდა ოთახში სიგარეტის კოლოფი უჭიოს ხეში და სანდროს ჯიბეში ვნახევი 14 წლის პატივით ყდებოდა ტირილით მარიკა ბიჭო მეთქი ასაკშია ეგეთში და რა გავაკეთო ხა მაგ დროს დაშლა არის არა ჩხუბი და ის შედეგს გამოიღებს თქვენი აზრით ბატონო რაღაცა მაგიდაზე მუშტების მამამ რო დაუწყოს ეხლა როგორი რაღაცა იცი მე მართლა მე ვერ ვიხსენებ რომ გამეგზელებინოს მოწევა და ესე იმიტომ მამაჩემი ხო რა იყო მამაჩემი თვითონ ეწეოდა სახში დაიწო დატოვა ისა კოლოფი სიგარეტები და აკლდა რამოდენიმე და მე მივხვდი რომ აინტერესებდა იქიდან ვიღებდი თუ არა და არა მომიგია აი ესეთი ის მქონდა მამასთან აი ჰარმონიული ის მქონდა ვიცოდი რომ არ ესეამონ და მე ეს შემომჭა დიდხანს რაღაც ახლა რა დასამალეთ გასტროლებზე რომ დავდიოდით რაღაცა ყოფილას არ ვიცოდით რომელ ქვეყანაში რა უნდა წაგეღო რომ 2 კაპიკით მეტი იქვე სასტუმროში იყიდებოდა ესე და სულ იმას ვფიქრობდი ახლა მე რომ ვიღაცამ დამიჭიროს გან არ გამიყიდია კი გამიყიდია მაგრამ სულ იმის შიში მქონდა რომ ვიღაცამ რომ ხელი ჩამოვლოს ამ დროს მამაჩემს გული გაუსხდება აი ამაზე ვფიქრობდი მე აუ თქვენი ქალიშვილის ინტერვიუ ნახეთ და ერთი პატარა ის უნდა წავიკითხო მამა მისთვის თითქმის არ დამიძახი არასოდესო ბავშვობიდან დათოს ვეძახი მკაცრი არასოდეს ყოფილა თუმცა ფიცხი და ჯიჯღინა არისო ხო მე თვითონ ხო ვთქვი კი აღიარებითი ჩვენება იყო ჩხუბი და ის არიცოდა მაგრამ რამეს თუ მთხოვდა ვა ის თხოვნა უკვე საკმარისი იყო რომ მე იმის საწინააღმდეგოდ არაფერს აღარ ვაკეთებდი ხო კი არის ეგეთი რაღაცა და მეც ესე ვიყავი და ჩემი ეს უფროს ქალიშვილის ის არის ხო იცი რა ჩხუბით ნაკლებად მიაღწევ საერთოდ იმიტომ ისიც იმასაც ნერვები აქვს ისიც ადამიანი და ინდივიდია ხო და ისიც გეწინააღმდეგება არა ხარ როცა ჩხუბობ უკვე შენ მხარეს არ არის სიმართლე თუ მართალი ხარ რა გაჩხუბებს ისევე როგორც შექსპირის ეს ფიციო
მართავ ხალხს ფიცი არაფერში არ ჭირდება. ფიცი ჭირდება მატყუარი რო დაგაჯეროს თავის ტყუილშიო, სიცრუეშიო. ისე ესეც და არ მახსოვს რომ მამაჩემს რა ვიცი ახლა მაგალითს ვერ მოვიყვან, მაგრამ აი ხო გონოდი მას ჩემთვის ხმა არა უწევია, ყოველთვის როდესაც რამეს ვთხოვდა მე მზად ვიყავი არ მეზარება ავდგებოდი წავიდოდი. გაცილებით უფრო ჰარმონიული არ არის ახლა მსგავსი ურთიერთობა, ვიდრე მამაშვილის ურთიერთობა, სადაც მამას უჩხუბობს, რომ შვილს რაღაცა დააჯეროს და რაღაცა აუხსნას. ხო, რა. დასრულ ასაკშიც ვეღარ აი ამ სითბოთი როგორც ბატონი დავითი იხსენებს ახლა მამას, ის შვილი მამას ვერ გაიხსენებს, რომელსაც სულ ეჩხუბება. რაც მთავარია ერთ-ერთი მიზეზი რაც იყო და რატომაც დავიწყეთ ამის კეთება, რომ არ ვფიქრობთ ხოლმე უფროსები როგორც წესი ბატონ დავით იმ ბავშვობაში რაღაც ტრამვა შეიძლება გაუაზრებლად მივაყენოთ ბავშვს, რომელიც რო გაიზრდება, სად ამოუხდება და რა გავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე, ხო? ვერ საზღვრავთ ხოლმე და იმიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ფსიქოლოგებთან ერთად ამ საკითხებს განვიხილავთ ერთად და იმ ხალხთან ერთად, ვინც მაყურებლისთვის პატივსაცემი და საყვარელია, მათი მაგალითი რომ იმათთვის და ჩემთვის და ლადოსთვის პირველ რიგში გახდეს სამაგალითო და ეს გვაქვს მიზანი და ბედნიერი ვარ ახლა ამ ყველაფერს რომ უსმენ და ასეთი მამა რო არსებობდა, რო არსებობენ და რო იმედი მაქვს. მიშო, მაგალითები თქვი და ეხლა მე უნდა ვკითხო ბატონ დავითს ასეთი რამე, რომ ბატონი დავითი არის ორი ქალიშვილის მამა. მეც ჯერჯერობით ორი ქალიშვილის მამა ვარ, იმედი მაქვს კიდევ დაემატებიან ქალიშვილები. სეკა. იმედია კიდევ დაემატებიან ქალიშვილები და ვაჟიშვილები. იმედია ჩემი ცოლიც ეს ამას და შენ გიგაქვს იმედი, მაგრამ მე რამეშვილება დავჭი ისე ორი სანაბარა დავჭი. ბატონ დავით, რა რჩევას მომცემდით როგორც გოგონების მამას? განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, რა უნდა გავითვალისწინო? უიმე რა რჩევანო ისეთი ბედნიერება როგორც შეიძლება უკეთესი. აბსოლუტურად, მაგაში აბსოლუტურად უკეთესი, იმიტომ ბიჭს ახლა მეტი სჭირდება რა ქვია ოჟები და თან ასაკი გარდატეხის ასაკში აი დევნა უნდა ძალიან ბევრი რომ რაღაცა არა და ცტუნება ისეთი ყველგან ჩასაფრებულია ესა რა ქვია ეშმაკი რომ როგორმე აცტუნოს ხან რავი მილიონი ისა და გოგონა უფრო ყველაზე უფრო მორჩილია გოგონა რა აი ყველაზე უფრო რატო ვთქვი არ ვიცი მაგრამ მორჩილია შედარებით ვაჟთან იმასაც უნდა ყურადღება ახლა თან იქ ხარისხზე ალბათ თუ კარგად სწავლობს თუ ლამაზია თუ არ მოგტაცონ ან რაღაცა არ დაჩაგრონ ან ბევრი რამეა მაგრამ არის ცუდი ისა საქართველოში რომ მაინც ბიჭი ურჩევნა და დაიბადოს არის ეგ შენ არ გეწყინოს მე არ ვამბობ კარგია თუ ცუდი მაგრამ რაღაც გადმონაშთია ესა იმიტომ საქართველოში როცა ყველა იმას დედის სახელი ქვია დედა სამშობლო დედამიწა დედაენა და მე ბოლოს და ბოლოს მარიამ ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ და ნინო წმინდა მოგნათლა კაცო და რა ვიცი და ასეთი ქალი მე მგონი არ უნდა იყოს ეს რაღაცა მაგრამ ესეც ისტორიული ბედუიმისგან მოდის უყურმართობისგან რომ ბიჭი ვითომ დაგიცავდა ან წავიდოდა მე მაგრამ ის როგორი იყო რომ უნდა გაეზარდა 4 ბიჭი დედას რომ ერთი ომში გაეშვა მეორე იქნებ ის ომში რო წავიდა ის ჯობდა დაეტოვება სახში კაცმა არ იცის გესმის გარდა მაგისა ომში წასულ კაცს რო სახლში რო ჩამოვიდოდა ის სახლი დოვლათით ხდებოდა ბარაკით ხდებოდა შენახული ხდებოდა ნაკლები ვაჟკაცობა იყო იმ ქალისგან არა რა თქმა უნდა და ეხლა ნაკლები ვაჟკაცობაა განა დედების კისერზე არ არის უამრავი ოჯახი და ხო და მაშინაც მით უმეტეს მაშინ ეგრევე მაშინ იცი რა მაშინ არ იყო ამდენი მოთხოვნა ხა შვილებიც ესეთი ისინი არ იყვნენ კონფორმისტები როგორც დღეს არიან და აბა აიფონი და იმას არ ითხოვდნენ და იყო გუთნის დედაო ხო იტყვიან არა მაშინ შენი სამყოფელი
მამული ქონდა და იმის გარშემო გმირებს სწორედ მით უმეტეს იმ დროში ლადო გმირებს დედები ზრდიდნენ. რა თქმა უნდა დედა მამა უნდა სახშად იყო, ან ტყეში იყო, ან გატაცება, ან რაღაცა. ან გარდაცვლილი მამა ადრე ხო. დედა ზრდიდა იმ გმირებს. აი ახლა აი ნოდარ დუმბაძე თვითონ გადასარევი მამა და ყველაფერი მაგრამ აბა რა გენიალური რამ აღმოაჩინა მან წერლობაში რომ აი ტრაგედიაზე წერს და გაცინებს. იმიტომ ქართულად არის სასაცილო სატირალი რო არ იყოს. აი ეს აქვს ახლა აი რო დაუფიქრე ბატონ ნოდარ დუმბაძის ყველა გმირი უმამოა. სულ ყველა არც ეს მამა რა, ნუ 37 რეპრესიებს გულისხმობს და ნუ რა მშრობა უმამოდარიან გაზრდილი. დედა ჩამოდის გადასახლებიდან ერთი არასოდეს დაუფიქრებულა. ხო არა, იცი რა ეს მარტო მე არა, მე მომისმენია და მაგრამ მე ფიქრობ რომ აი ეს ახლა თუ არა აქვს რეჟისორს იუმორი ხო შეუძლია ტრაგედიათაც დადგას ეს ისე. მე ბებია ილიკო და ილარიონი არის, ესე იგი ერთი სიტყვის მერე შეიძლება უზომოდიცინო და მომდევნო წინადადებაზე უზომოდიცინო. სრემლი მოყვება ემას კაცო და ეს ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ისე თამაშობდა რომ უცებ გახდა ყველას ბებია, მთელი საქართველოს ბებია, ყველა ბებია მყავდა, მაგრამ ის იყო ეტალონი. ბატონო დავით, მიშოს ქონდა არაჩვეულებრივი იდეა. ბებიებზე უზომოდ შეყვარებული შვილიშვილები ვართ ორივე რა დიდი როლი აქვს ჩვენზე ბებიებს და მიშოს ქონდა ასეთი იდეა რომ საქართველოში ყოფილიყო ბებიის დღე. ვინმეს რო არ ეფიქრა რომ თავის ბებიის პოპულარიზაციას ახდენსო, გადაწყვიტა სესილიას დაბადების დღეზე, რადგან მთელი საქართველოს ბებია იყო. სექტემბერში ხდა შემოდგომა. შემოდგომა ლამაზი ფერებია. სესილიას დაბადების დღე იყოს ბებიების დღე და სხვათა შორის პარლამენტში შეიტანა, პარლამენტმა განიხილა ეს კანონი და უარის მტკიცეს ჩვენ მიშოს, მაგრამ ამ უარზე უარესი იყო საზოგადოების რეაქცია. 90% დასცინოდა რომ რა დროს ბებიის დღე ამ დროს დარწმუნებული ვარ რომ ის 90%-ის ბებიის გაზრდილები არის. არა და აბსოლუტურად უწყინარი დღე იქნებოდა, პირიქით იმ დღეს მაინც გავახსენდებოდა ბებიები რომ დაგვერეკა და მოვფერებოდა. იცით რა, ახლა მე პირველად მესმის ამ თქვენი იდეის შესახებ. თუ იქნება ამაზე ლაბა, ჩამთვალეთ მე ერთ-ერთ ხარდაჭერა არ მიუხედავად იმისა, მე სესილია თაყაიშვილთან ორსერიანი ფილმი მაქვს ნათამაშები იყო ეგეთი. ქორწინება იმერულად ერქვა ეს. ой, არ ვიცი ნამდვილად. ხო, ნელი ნენოას გადაღებული. გენო წულაია და ნელი ნენოა იყვნენ რეჟისორები ქართულ ფილმში, მათ გადაიღეს. ესეთი ნაწავ ოღონ რუსეთის დაკვეთა იყო და ეხლა აჩვენებენ ხშირად, მაგრამ არ მომწონს, იმიტომ რუსულიდან გადმოქართულებულია და პირიქით უნდა იყოს, რომ მაგრამ აქ დაიწვა ჩვენთან არქივი და მაშინ განადგურდა ქართული. გასაგებია. ბებოს ამბების რო გაიხსენოთ რამე, ხო არ გაგახსენდებათ როგორი ურთიერთობა ქონდა? ჩემი ბებიასი? ჩურჩხელების დამატება თქვენმა ბებომაც იცოდა. კი. იცი რა, მამაჩემს ყავდა უმცროსი ძმა, რომელიც 10 წლით უმცროსი იყო მასე და ის იყო საბჭოთა არმიაში ჯარში იყო. და ბები აკეთებდა ამ ჩურჩხელებს და აივანზე გასაშრობად რო გახდა. ხო, ხარიხეზე გადაკიდებდა და ჩვენ კატაზს ვასრებდით რა ეშმაკობაში და ხშირად მივაჭრდით ხო. ტოვებდით მარტო ყუნწეს ხო. ხო, არა, ნუ ეხა კი ხდებოდა, მაგრამ ახლა ჩვენც უყვარდით და ეხლა იმას მთელი მას ვარ გაუგზავნა და მაგრამ ერთხელ ბევრი მოგვივიდა და გავრაზდა. და კი გადასარევი ხალი იყო. სხვათა შორის ადრე დაქვრიდა ძალიან და მე მამაჩემ ჩემზე უფროსი იყო 20 წლით. ანუ ახალგაზრდა დავიწყო. ხო, ახალგაზრდა 19 წლის იყო. შეირთო მეუღლე და გადავიბადე. რატო ვამბობ ამას იცით? აი მამაჩემ და ბიძაჩემ ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა. ბაბუა რო გარდაიცვალა, მე ვიყავი 7 წლის. ესე რაღაც 1 წლის შემდეგ, 2 წლის მე ესეთ რამე მოხდა, რომ მოვიდნენ სტუმრები უცხოები და მიიხმეს
დაიძახეს მასპინძელო და ბებია მივიდა. და უცე მოულოდნა და ატეხა ბებიამ კივილწვილი რა. არ დაგინახოთ და არ გამიმბენ. ესე იგი რა ყოფილა. ვიღაც კარგი კაცი დაქვრივებულა ეგ გვერდით სოფელს რაღაცა და ესე წლისთავი ყველაფერი ის არის და ახლა არაფერი ამაში ის არ არის გამოუგზავნეს ისა. გამიშავრაცო და ამით რის თქმა უნდა ბებია შეხედული ქალი იყო და ესეთი ტანსრული და ნუ რა ვიცი მოწონდა ალბათ იმ კაცს რა და ბებია პატეხა კივილწვილი და კუდით გვაასროლინა იმათ რომ როგორო ჩემი აბასალომს და ლერის დედას ამას როგორ მიბედავთო და არ გაიკარა. მართალია ბატონ დავით, თქვენმა ბებიამ ჩურჩხელის დამალვა იცოდა, მაგრამ მაინც ჭამდით. ხო, ჩვენ არ ვიცით დამალვა და არა და დამალული ქონდა. დამალული მქონდა. აი წერან გითხარით, ასეთი ჩურჩხელაა. ესეთი შეფუთვა ბებია ჩემს არ ქონდა. ესეთი პაუერს აქვს, პატარა ესეთი კუბიკებით ჩურჩხელაა, ძაფის ბარეშე. ბროწეულის შოკოლადისა და ნუ ყურძნისწვენის არომატით ჩვენგან საჩუქრად. მოიმე, მადლობა. შვილიშვილები ყავთ, ვიცი რომელზეც მზედამფარი ამოგდით და შეგიძლიათ. შვილიშვილები და ჩემცოლს უყვარს როგორ იცი? რა კარგია. მალავს ხოლმე და მე ავიწყდება. ჩემი წოლიც მალავს. ჩემზე უბრალოდ ავიწყდება და მე გამოსაღად პოულოს გაქვავებულია უკვე და ცხელწყალში. აი ესე და იმასაც არ მოგცემს. ეხლა ესე ვზნებ, აბა თუ მიხდები რა არის. დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მეგობარს უთი ფაუერს. ამ ბებოებზე საუბარმა ეხა ეს იმერულიო დასახლები ეგეთი ქონდათ ორ თვალას რო ეძახდნენ. ის გამახსენა ეხა თვალწინ დამიდგა. ბევრი ის ქონა ხოლმე ხურმის ჭირს რო გამოფენდა ეს და კი, ხურმი. აუ რა ლამაზე სამტრედიაში. კარალიოგის ჭირი. და გზაზე რო გაივლი სამტრედიაში. კი, შავები რო კიდე. ჩამოკიდული რო აივნებს, ულამაზესია. ხო, მაგრამ რაღაც ის ვნახე ჩინური ფილმი და ვერ მივხვდი თელ ქუჩაში ესე სულ რაღაც გაშავებული გეგონება ის არის საბაგირო გზაოდი თურმე ხური ის ყოფილა. ჩირები და ხო და მე იქ აშრობენ და მე საჭმელში წურავენ რაღაც. საჭმელში რა ვიცი, ცოტა უცნაური გემო იქნება, ისე მაგარია. უცნაური გემო აქვს ჩინურზე. ჩირა ძალიან მაგარია. ჩირი მაგარია. ისევ ელენეს ინტერვიუ დამინა პატარა ამონარიდი თუ შეიძლება რა. ელენეს ინტერვიუ და ხო რა საინტერესოა. ესეთ რაღაცას ამბობს რომ თეატრში დილა საღამოს სპექტაკლები იყო განსაკუთრებით ეს მინდოდა ხო განსაკუთრებით ნერვიულობდი თუ კი მისი გმირი იჩაგრებოდაო ან პიესის მიხედვით რამე ცუდი ემართებოდაო აი სპექტაკლის მერე სამსახურის მერე სახში მისულს უარყოფითი ემოციების ზღურბლს სახში შეგიტანიათ ხოლმე მით უმეტეს სპექტაკლიდან გამომდინარე სამსახურიდან მისული ხო ცუდი ემოციები მით უმეტეს როცა შვილი ასე განიცდის თურმე. იცი რა, ეხლა ეს კარგია, გულწრფელია, მაგრამ ეს ძალიან პატარა იყო თორე. ხო, პატარა, კი, პატარა. თეატრონია თვითონ პროფესია და ძალიან კარგად მოიხსენა, პიესაში არ შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ან ვიღაცას მოკლავენ, ან ვიღაცა უყალატებს, ან რაღაცა, მაგრამ მე არა, მე თეატრიდან გამოსულს უკვე ეს იქ ტოვე, ფარდა რო დაეხურება, იქ რჩება შენი ეს ნამოღვაწარი, მაგრამ წამოსულ არ მაგალითად აი როცა მაყურებელი არ მოვიდა სპექტაკლს. ზერო ვიცით რო კარგი სპექტაკლია. რატო არ დადეს მაყურებელი? აი ამის ამას ძანძნელია მაყურებელი. სხვათა შორის აი ეს მე არ მithქვას მარტო ეგეთ გადასარევი რეჟისორი იყო თემურ ჩხეიძე, ვიცით და მან რუსთაველის თეატრში დადგა გუშინდელი პიესა. ეს იყო საოცრად აი ნიჭიერად მოფიქრებული და აი უმაღლესი კატეგორიის სპექტაკლი იყო, მაგრამ მაყურებელმა არ შეეძლო, მე თამაშობდი სპექტაკლს და კარგი მსახიობები იყვნენ დაკავებული. რატომღაც მაყურებელმა არ მიიღო ისე როგორც რეჟისორს უნდა და როგორც რეჟისორს ყველას გვეგონა რომ ეს ყველა აღიარებდა თეატრონები თეატრალები ვინც უთეატროთ არ შეო ისინი ამბობდნენ რომ გენიალური სპექტაკლია, მაგრამ აი როგორ არის ახლა იცი? აი ყველაზე ცოტა ხალხი დადის მუზეუმებში. არ და იმაზე უკეთეს ყველაფერი არა გვაქვს. ხო არა ეს? არის ეგრეა.
უფრო მეტი ნახატი იყიდება შალხიდზე ვიდრე ხატვართა ერთხელ თურმე პიკასოსთან მისვლა ვიღაც მეგობარი არ მახსოვდა პიკასოს ეს ნახატები უდევს ქუჩაში რომ გაიყიდოს რაღაცა და მოშიდა თუ რაღაცა და წავიდა თუ კაფეში და კი ეხლა და დაიხურა ქუდი იმან პიკასომ და მიდია და იმან ნახატები ხელი არ მაქვს არც ეძე მოწელი არავინ არ ეყიდეს არავინ არ ეყიდეს აუ ერთი პიკასოს ნახატი მოგცა მიშო დახატავდა ჩვენ განაცემას ეგრევე კამერებს ვიყიდით ხო მე ისე მამაზე მინდა და ასეთ კითხვა მინდა დაგისვათ როდესაც გესმით სიტყვა მამა პირველი რა გახსენდებათ სიტყვა მამა პირველი რა თქმა უნდა მახსენდება მამაჩი ალბათ მე ვფიქრობ რა კაი კაცი იყო სამწუხაროდ ახალგაზრდა გარდა 65 წლის იყო რა გარდაიცვალა მეხუთეში და როგორც ვიცი 1000-ზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა დაკრძალვაზე საიდან იცი რაღაცები წავიკითხეთ მართლა მე კი თან არა ამას რატო უსვა ვიცი ხალს რომ ის იყო რა აი 90-იან წლები იყო 90 მაშინ რთული იქნებოდა იქ ხო ხალ მანქანით სიარული ჭირდა გადა ის სოფელში დაგზა ჩვენ სოფელი არის მარან იქ დაიბარა იქ ცხოვრობდა იქ აიშენა სახლი და ყველაფერი ესე მოულოდნელად კი ნათესავე ბევრი ვარ ჩვენ არა ვარ ცოტა იმდენი ხალხი მოვიდა რომ აი ტრიალებდა სულ ის იცვლებოდა დიდი ის ქონდა სეფანი პრეზენტით მახსოვს რაღაცა და ესე იყო იმიტომ იცი ამაში რაღაცა ისიც არის რა მეც და ჩემი ძმაც ყმაყოფილი ვიყავით რომ მამა ჩემს აფასებდა მე იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ რა თქმა უნდა მაგრამ ნუ რამდენი 50-ზე მეტი ხარ იქნებოდა 50 კიდე ჩემ ძმას და დანარჩენ სულ ეს რა ვიცი პედაგოგიური სამყაროდან იყვნენ დარწმუნებული ბევრი ისეთი იყო რომელსაც არ იცნობდით და მამას იმხელა რა თქმა უნდა ზოგი გვეუბნა მე იცი ვინ ვარ რა ესე მოდიოდი რა გამახსენე არა ვარ მზად ახლა ჩამოვაყალიბე მაგრამ იყო ეგეთი ესე ძი ნამდვილად იყო თქვენ თუ გახსოვთ შვილმა როდის დაგიძახათ მამა და რა ემოცია იყო როგორ არა ვაიმე ახლა არ მახსოვს ელენა იყო თუ რუსლიდან პირველად მამა დაიძახა და არა დედა იყო ეგეთი რომელიღაცა არ ვიცი მა რა გიზდები მიყვარდა პატარები ეხლაც მიყვარს პატარები მაგრამ ამ შვილების სიყვარული უკვე შვილიშვილებზე გადამივიდა გესმის თუმცა ისინი ის ბიჭიც გაიზარდა უკვე 20 წლის ხდებოდა შვილი 20 წლის ხდება მაგხელა კი სტუდენტია მეორე კურსია და ძალიან ისე მეუბნებიან შენ გავსო და ისე მიხარია მაგრამ მე არ ვიყავი ის საშუალო სიმაღლის ვიყავი მაღალია 1.90 ეხლა ცოტა ცუდი კითხვა უნდა დავსვა რომელი უფრო ის ტკბილია დედა თუ მამა არა მამა თუ ბაბუა ტკბილი ალბათ ბაბუა მაგრამ აი უცნაური რაღაცა ის ჩემი ბაბუა ბებია როცა ჩამოვიდოდნენ ჩვენთან ასტუმრად მოვიდნენ რაღაცა და მომიტანდნენ აი იგივე ჩურჩხელას ან ჩირს ან რაღაცა სიხარული ბაბუათან იმაში მარკეტში მუშაობდა მაშინ გასტრონომია ერქვა მე სულ კიბოს კისრები მქონდა ჯიბერ დამალული და ესე დავესეოდით მე და ჩემს ძმას ბაბუა კერგვენატრებოდა ეს ხო და არა როგორ არ გვიჯდებოდი მაგრამ აი ეს მას ქონდა ეს ნომერი რომ მისი ვიზა ბარათი იყო რომ აი კამფეტებით მოსულიყო და ჩვენ გავეხარებინე ხო და ეხლა ჩემს შვილიშვილს რო ვეუბნები ბაბუ რა გინდა უფროს არა უფრო პატარა 12 წლისა და გოგონა და არაფერი სულ არაფერი არ უნდა არასდროს არაფერი არ უნდა
ამბიცას არაფერი როცა იცის რომ ბაბუ გადმომერიცხა 15 ლარს მომწეს ხოლმე და კი აბა რა შეიძლება თუ მაქვს თუ არ მაქვს დღეს არა ბაბუ ხვალ რო გიქნება ხვალ ვის გამომიგზავნის მამაჩემი მაგრამ ნუ რა კარგად მეგობრობთ გაო მაგარია ჩემი შვილი და მამაჩემი ძალიან მაგარი მეგობრები არიან და ერთ სიამოვნება მშობლისთვის როცა ხედავ შენი შვილი და შენი მშობელი რომ მეგობრობენ აბა ეგ არის ცხოვრება იმიტომ ოჯახი აი აუცილებელია არ შეიძლება ესე დაკვეთით ცხოვრება რა ვიღაც ის შენი სტილი უნდა კონდეს ცხოვრებაში არ ხრება სტილი მარტო მოდაში და იმაში კი არ განსხვავდება შენ დამკვიდრებდე შენს გვარიშვილობას შენს მენტალიტეტს შენ კაცობას რაღაცა და მაშინ პატივს მაგრამ ეხლა შუს თუ ეჭვები ადეგი ილი დივარჯიშე ხელი გაანძრე და შენ თვითონ ისმის არაფერს არ აკეთე ის ხო მაგალითი უნდა მიცე ზოგადად ალბათ მაგალითი ხო რაღაცა იმ შენ ცხოვრების წესით უნდა იყოს ისიც რომ შენ გამოყვეს რა მაშინ ის დაიჯერებს რომ ეს აუცილებელია ესე ცხოვრე მაგრამ ეხლა კიდე ერთხელ ეს ყველაფერი რასაც მოყვები მამაზეა დამოკიდებული იმიტომ მამა ამკვიდრებს ბატონო დავით ერთ ინტერვიუში გაქვთ ასეთი რაღაცა თქვამი გზა სამტრედიიდან ჩემს სოფლამდე ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონება დამრჩება როგორ გაიხსენებს დავით კვირცხალია გზას ბავშვობიდან მამობამდე ან შვილობიდან მამობამდე ხო მიუხედავად იმისა რომ ესე შეყვარებული ვიყავი ჩემს შობლებზე და რაღაცა ცოტა ვიჩქარე ცოლის შეერთვა და 22 წლის ვიყავი უკვე ოჯახს რომ მოვეკიდე და კი მითხრა მამაჩემ ნუ ჩქარ რაღაცა და მე ეს ჩამჭა იმიტომ მიყვარდა ეს ჩემი მეუღლე რომელიც შევირთე ერთ სკოლაში სწავლობდით ხო და სულ ვეჭვენოდი რომ იმის ჯინაზე ახლა დედაჩემი და ქალები უფრო ისინი არიან არ მალავენ თუ ეწყინებოდა რამე წაიკამატებდნენ რაღაც ხო და ეს მამაჩემი რო ჩუნდებოდა უკვე მე ნერვიულობდი ხედავ როგორ იცლება ხო და მე ბავშვი რო გამიჩნდა გიждდებოდი რომ მოვიდოდა მამაჩემი და ულვაშები ქონდა და ყველგან რო კოცნე და ინდა ულამაზესი ბავშვები იყვნენ და ყველა ბავშვი ულამაზესია და შენი ხო ყველას ჯობია რა და რა ვიცი მე იქ სოფელში სულ დაყავდა ხელით მიჩნდა მდინარე ჩამოდის წყალი ანკესები ქონდათ რაღაცა თევზის ჭერაც დაანახესა და დღესაც ბავშვები ისე იგონებენ ამ მამაჩემს რომ ძალიან ტკბილა და მეც ესე მე ნენელა ამ კარგი შვილობიდან ვეცადე კარგი მამა ყოფილიყავი მაგრამ ისე არ გამომივიდა როგორ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ესენი მეფერებიან და მანე ხა მიჭისე უკვე ასაკში რომ შევიდა რაღაცა სულ ცდილობენ რომ გამიოლონ ეს ჩემი მაგრამ იმ ტელეფონში ერთ ინტერვიუში თქვი რაღაცა კი არ უწევიათ მამა ეგ უნდა მეთქვა ახლა ანისა გრიშა შვილებსაც და ეს უკვე აგდებული კი მე მეცინება აი შენსავით მაგრამ რატო კაცო მამა ვიყავი დავითი მქვია და მე მიწერე მამა ჩემ მე მიწერე ტელეფონში შამქმნელი კიდე ეს პატიება გრიშა ვინ ჩემპიონები გრიშა შეიძლება დაგიძებ მაგრამ იუმორია რა თქმა უნდა მე მგონი ბატონო დავით თქვენ იმხელად დიდი თამასად გქონდათ მამა რომ გადასარევი მამა ხართ მაგრამ ვერ კადრებთ თქვენ თავს რომ თქვათ რომ მამაჩემს გავარო იმხელად დიდია თქვენთვის მამა აი ეგეთი შთაბეჭდილება დამჭა კი შეიძლება კი აი ხო გეუბნებით ძალიან ამოუცნობი კაცი იყო თან აი ორი სიტყვით თქვი წეგან რომ წიგნი ედო სულ გულზე თან უკვე იმ ასაკში უკვე 50 წელს რო გადაცდა ხშირად დაიწყებდა კითხვა და ჩაეძინებოდა მაგრამ ეს გაშლილი წიგნი ედოს არ მახსოვს რომ არ წაიკითხოს და
მე სულ მე და ჩემი ძმა ერთმანეთს რა თუნდა ამდენს რო კითხულობს თუ არ ჭირდება მე ჩემო პროფესიამ ეს უფრო გამენდა მეც სხვათა შორის ერთი პერიოდი ის ვიყავი რა ნაკითხი მათ ვითვლებოდი და იმიტომ გადამიღეს ეროსი მანჯგალაძესთან ერთად იმაში კაც რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა იმიტომ აი ეს რეჟისორი თვლიდა რომ მე და თვითონ გურამ დოჩანაშვილი თვლიდა ეს როგორც ვიცი გურამთან მეგობრობდეთ კი ნუ მეგობრობდი როგორ ახლა ყოველდღე ერთად არა და ისე მაგრამ აი როცა შეხვდებოდი და მე მას შვილის ტრაგედიის მე საერთოდ ვერ იდებოდი არა მარტო მე მისი ტოლები და როსტომ ჩხეიძემ დაწერა ნარკოები რაღაც ვაიმე როგორ ქვია ეს მავეწდა მაგრამ მე თუ დამერიკავ გეტყვი დოჩანაშვილის ნაწარმოებზე არა დათო კვერცხალიაზე ხო და ჩემზე კი არ არის ასე იწყებს რომ ერთხელო დაურეკეო ბატონ გურამსო რაღაც საქმიანი ის ქონდაო და ჩემთვის იყო ყველაფერი გურამი და მითხრაო რომ ხინგალი თუ არ ჭამე ისე ვარ რომ არაფერს თავი არ მაქვს და თუ შემომიერთდები და თუ მოხვალო ძალიან გამეხარდა მივალ კი არა გურამმა მითხრეს და როგორა მივარდიო მითხრა და გამოვედით ახლა გარეთ რომ რაღაც საყილი უცებ მანქანამ გააჩერეო და დაბძანდით ბატონებო მითხრა ვიღაც ლამაზი კაცი ეყურებოდაო ლამაზი ნუ გამიგეთ ის რომ ხოდა იცი ვინ არისო ხო და ესო იცი ვინ არისო გურამი მეუბნებოდა არა უთხარ ტაჯიკი და გეტყვი და ეს დათო კვერცხალე რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა წავედით სახინგლეშია მე დათო არ შემოყვო იქ რეპეტიცია მაქვს მაგვიანდებო რა წავედო მაგრამ ეხლა რამოდენა რაღაცა რომ გურამი შენზე ამას ამბობს ეს აქვს დაფიქსირებული და მე მამამისი იყო ცოცხალი კლასიკოსი იყო კაცო ოთარ ჩხეიძე და თქვენზე არაჩვეულებრივი ხო და ერთხელ მასტანო ხო იმას თეატრში მივედითო რაღაცნაირი ისეთი სათავრო ძველი სამრეკლო იყო ერთი სპექტაკლი მე და ბატონი გოგი ჭორ თამაშობდით მამა და შვილს ისე მამა და შვილის თემა რა კარგად შემოვიდა ხო ოღონდ იქ უღირსი შვილი ვარ და მამა იცავს ეკლესიას უნდა დაანგრევენ და ქვები ჭირდება ვიღაც რაიკომის დივანზე ის არის რა კომუნისტური დროა და მოკლედ ეს კაცი არ ატანს ამას და ეს შვილი მიუგზავნეს რომ ნუ გააფრინაო მამა შენმო გააკეთეო რა საქმე რომ ჩააწყო მამაშენთან რომ მოგწესო და არაო იმასო იგო მარანი უნდაო მოაპირკეთოსო და მე ეს დავით აღმაშენებლის ქვა გავატანო არავით არ შემთხვევაში მამაო ესე უნდა კაცო იმის მარანი შენ ჩვეულებრივი მარანი ხო არ გონია ჩვენი ან იმისიო მეზო აბა რა არის ამის თანაოდან და მე მქონდა ეგეთ შეფასება мама მარანი კი არა мама ასე და ოთარი მეუბნებო ეს როსტომიძეს მამაჩემი რა აი ეს ბიჭი იქნება მსახიობი აი ამ ერთ სიტყვაში მან დახატა ეს მარანი мама აფეშვაში არ ხო არც მარანი არ და ამ ერთ სიტყვაში მე უკვე დამანახაო მანო რა არის ის მარანიო და მოკლედ ეხა ცოტა ეს გამომდის ტრაბახი რაღაცა შვილებს ვიწარ არ გამოვიდა ესეთ მსახიობი ჩემგან როგორც ოთარ ჩხეიძემი წინასწარმი მაგრამ რაღაცა ხო გამოვჩორტ მე მე მგონი ზედმიწევნით სწორად უწინასწარმეტყველები ხო არა ნამე არ მინდა ეს ზედმეტი ისა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს წიგნი რო არსებობს და ეხლა რო დააფიქსა ეს შაშან წინ გამოსცა როსტომ ჩხეიძე ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემს რაც არ უნდა მითხრან რაც არ უნდა თუმცა ბედიც არის არასდროს ჩემზე სუსტიაო შეიძლება იყოს რაღაც სპექტაკლი მე ახლა იძვეთი ეტაპობრივ სპექტაკლებში არ მითამაშია მაგრამ მუშა ვიყავი ამ თეატრის კაცო რომელიც რეპერტუარი იყო და ხალხი დადიოდა ბილეთები იყიდებოდა მარტო 30 წელი საბრალდებო დასკვნებს თამაშობდით და რამდენი იყო ეგეთ სპექტაკლი მაგრამ
შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლებით, რომ აი თეატრონებს რაღაცა ოიმე დათო რა ცუდი იყო შედაში ან რაღაცა უსუსურობა ვერ გაუწია პარტნიორობა იმას და იმის გვერდით არ ჩანდა და რა მარინა ჯანაშია წინავდა და ისე არ ყოფილა ეგეთი რამ. დელჩემი იმაში და ალბათ რაღაც ყურადღებას ვიპყრობდი არა თუ რა დავიჯერო არ ვიცი. ეხლა არ მინდა მე თქვენ იმის ინტერვიუში ძალიან იმად დავხატო ჩემთან შემეძლო უკეთესიც ყოფილიყავი ბევრად მაგრამ მეც ეხლა ბევრი ჩასაფრებული ეშმაკები მყავდა და ბევრი რამ დავაკელი ამ ჩემ პროექტორე უფრო მეტი დახვეწილი უფრო მეტი რა ვიცი იცი უნდა ამას ძალიან გავფლანგე რა დრო რომელიც შეიძლება და მომეხმარა უფრო მაგარო რუსთაველის თეატრი არის ჩემთვის არ ვიცი ახლა ყველაფერი წესით ჩემი ხნის კაცი არ უნდა მუშაობდეს პენსიაზე უნდა იყოს მაგრამ ჯერეთი არ უთქვამთ რომ წადიო იქა ვარ დღემდე იმიტომ საპენსიო ასაკი 65 წლიდანაა და მე უკვე 65-10 წელია მუშაობ. აუ 55 წელი რამხელა სტაჟია. რამდენი? აუ ლადო მე ხა უსმენ და აღფრთოვანებული ვარ. შეიძლება ხა 21 საუკუნეში თავდაბლობა უკვე ისეთი ის არის, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ თქვენი თავდაბლობით, მათ შორის ჩემი? წეგან კი. დაბი სულ ტრაბახობდა რა. აკი სატრაბახობდა. წეგან მკითხულობდი შევარნაძის როლზე მუშაობის პერიოდს რა და როგორ ნერვიულობდით და როგორ განიცდიდით და ესეთი რაღაც სიმართლე რო გითხრათ თან გამიკვირდა კიდეც რომ ესე განიცდის თურმე მსახიობი თქვენი იქ დამატებითი წნეხი იყო ის რომ იქ იყო ედვარდ შევარნაძე მის სახლშია გადაღება თანაც ოჯახის წევრები არ ვიცი მე მათ არ ვიცნობდი მანამდე საერთოდ ეხლაც იმის მერე არავინ არ მინახავს მაგრამ ისინი შეცვნენ ალბათ როცა გაიგეს რომ გრიშა კაკაჩიას თამაშობს ეს კაცი თუ გაინტერესებთ ვინ არის ვინც და იქ დამხვდა სულ გადა მეც რო ვიყო მეც იმას ვიზამდი რაღაც მაგრამ მე ეხლა მე არ ვიცი ვინც რა უნდა თქვას მოსწონს არ მოსწონს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა აქ არ იყო ამას ლაპარაკი მე თამაში ვეხებოდი ისტორიულ პიროვნებას რომელიც არ იყო არც პიესაში და მასზე პიესა და რამე ლუი მე-13-ს კი თამაშობდი თამაში გუშინ წინ გარდაცვლილ კაცს რომელიც ყველას ახსოვს ფაქტობრივად ვისაც ხო ძალიან პატარა ეპიზოდი იყო მაგრამ თანაც გამეხარდა მაგრამ საოცრება იმ ჩემი დასაწყისის არ იყოს ამ თეატრალური მოღვაწეობა არავის ჩემ ცხოვრებაში არ უთქვას რომ მე ვგევარ ამ შევარნაძეს ძალიან რისკზე მივდიოდი ძალიან საშიშია ხო და შენზე კარგად იცნობს შვილები შვილი თელიკალა ორჯერ მოვიდა ხო ის კაცი მართველად საქართველოში და კი მქონდა მე გარკვეული პატივისცემა მისი პიროვნების მიმართ მაგრამ პასუხისგებლობა იყო ძალიან დიდი და ძალიან ისე დავთანხმა გოგა ხაინრამ რომ ნუ გეშინე მე გამოვიდა ხო იმიტომ სულ ერთ რამოდენიმე სერიაში ეს გაფანტული ფრაგმენტებად მაგრამ თემურ ჩხეიძემ მითხრა აი ზუსტად აი ეს გრიშა კაკაჩია ხო დავიწყდა არ დამთავრებია ისეთი კოლექტივი როგორც შექმნა იქ დევდარიანო და გიორგი ლიფონოვი იშვიათი ხალხო წარმოიდგინეთ ყოველ კვირას 3 სერია უნდა კონდეს გზად ძალიან დიდი შრომაა ხო და ლოკაცია სულ იცვლება ხან ერთ სახში ხარ ხან მე ყოველ დღე თავიდან უნდა დააყენო ღამე მუშაობდნენ რომ დღე გადაეღოთ და ან თუ ხამის გადაეღო დღე მუშაობდნენ ის ტექნიკური მასო მთელი დღე რომ სახეობი რომ მოვიდოდა იმას არ უნდა ქონოდა მათთან ერთად უნდა ეჩვენებიან ნახაზი და ესე იყო მე ახლა 6 სეზონი ვიყავ მგონი და წარმოვიდგინე 6 სეზონი 6 წელი ყოველ სერიაში კი არა ხარ მაგრამ შემოქმედების პროცესში ჩართული ხარ მაინც ხო და აი ხო გეუბნეთ საოცარი ის იყო რა თუმცა აი როგორ кайფი მეტი იყო იქ
იმიტომ იუმორი ქონდა ამ გრიშიას როლს. არასეული პიროვნება იყო და თავისუფლად ძალიან დიდი იუმორი აქვს ეთყობა და ნუ ლიფონოვა ეს ოქროს ბიჭია, ოქროს კაცია, გისმენს. და გაკეთებინებს იმას რაც შეგინდა და მე თავისთვის იღებს ერთს. მაგრამ თუ შენ ჯობი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და აი ეს დავინახე და ისთვისაც ძალიან ვემადლიერებ იმას და ესე მინდა და აი კიდე გოგი ხაინდრავამ ითამაშებ ედვარდსო მითხრა და ზივარ შევარნაძის სავარძელში რეალურად ახში რეალურად სახში აი წვანე ოთახი რო ხო კწანიში ეხლა რა ქნეს იცი მანანა გამცემლზე თამაშობდა მის მეუღლეს ქალბატონ ნანულის და ზუსტად იმ პოზებში გადაგებას მე და მაგას სურათები და იქ რაც ედო კაბინეტში ამ მაგიდაზე ჩვენი სურათები ჩაანაცვლეს და ეხლა სანამ დაიწყება გადაღება მანანა მადგას თავზე და ემან ხვარიც ისეს ვაი ეს უნდა გადაგვეღო აი როგორ არის როგორ მოთხოვ აი ეს ჩვენა ვართ ალა რაგერაკი გაწოდა ო ეს ისე როგორი ესე იგი არისო იქ იოლი გასენება ჩემთვის იმიტომ რომ ყველაფერი დამდგუნელად მოშალდა მისი კიბეში კაბინეტამდე რაღაც ასასვლელია ხის კიბეადის აი ხა როგორ შევდგავდი და მე ხო უნდა დაიჯერო სხვამ დაგიჯეროს შენ ხარ ო და მეც ისე ვიქცეოდი YouTube-ზე ნახე როგორ დადის რაღაცა და მოგლეთ რა ვიცი საინტერესოა ხო რა ვიცი ეს ისე პატარა მოცულობისა მაგრამ მე ამაყება რა ვიცი მithres რომ კარგი ნასროლია რაღაცის თქმა გინდოდა რისით ჩემ თავზე რატო გაუბრაზდი გეტყვით ახლა ამ სახიობებზე ზოგადად ძალიან მიყვარს ყველა და გაგვიხსენებია უამრავჯერ ბევრი მათგანი დოდო აბაშიძე როსი ვანჯგალაძე აი გოგი გეგეჭკორი არასოდეს არ გამხსენებია და ეხლა გაუბრაზდი ჩემ თავზე არა და ერთ-ერთი ძალიან დიდი მსახიობი წარმოიდგინეთ თქვენ რომ მე მიმაჩნია რომ აი პროფესიონალური თვალსაზრისით გოგი ვაყენებ მე პირველ ადგილზე რატომ იცით ეხლა მე არ მახსოვს არ მინახავს ნუ სამტრედიაში ყა ბარათაშვილს თამაშობდა ხო რაღაც და ინგრევა აი გოგის ის იყო დაბადება როგორც და საერთოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე ინტელიგენტი კაცი აი და ზომიერების ფარგლებში და უცებ ითამაშა ტიგრან გულოვიანი იმაში ეგეთი ნაძირალა არ არსებობდა აი მე 30 წელი უყურებდი მას და აი ესე იქვე მონაწილე იქ ხო ციხის კამერაა და ვერ გადიხარ იქ უნდა არ მომბეზდება არასდროს მისი ყურება თუნდაც ეხლა ეკრანზე რომ ნახო ისეთი სვლები და ისეთი მანერები და ისეთი ამოცანები ქონდა შეფასებები რაღაცა სასწაული ნუ ყველს თამაშობდა ნაძრა ესე ტიგრან გულოვიანი ციხეში 25 წლიანი იმით რა ქვია ბრალდებით და თან პლელი და თან ასამოყოთ გაგი და მე გარდა ამისა მე და გოგი ბატონი გოგი ერთ სახლში ვცხოვრობ მეზობლები ვიყავით ხო და ამ სპექტაკლს რომ მე მანქანა ყავდა სულ მე მიმყავდა და მომყავდა და ნუ როგორ ითქვა ბედნიერება იყო ხა ამისთან აკასთან თანაც დათუნა ახლა შენც იქ იყავ არ გეწყინოს კი ყავს მეუბნება მოდი ერთი ვივახშოთ ერთად და რაღაცა როგორ ამის ფასე სხვათა შორის უნდა ვთქვა თეატრალურმა საზოგადოებამ წელს მომანიჭა გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია არ ვიცოდი ნამდვილად და გილოცავთ დიდი მადლობა ეგ ვიკიპედიაში არ იყო იმიტომ რომ მივაქცია არ ყოფილი ჯილდოებში არ იყო უზარმაზარი მადლობა ბატონო დავითის მადლობა თქვენ
იმ გულწრფელი ემოციებისთვის, გულწრფელი ისტორიებისთვის და მე გულწრფელი. რატო გაწოლი მინდოდა თმა წამოსულიყო და მე მოვიდოდი, მაგრამ მეც მინდოდა ბატონო თავი, მაგრამ აღარ მოდის. დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემით უღრმესი მადლობა. მადლობა. მადლობა თქვენ და გისურვებთ წარმატებას, სხვადასხვა მომეწონა ეს. რა იცი? დიდი ვინმე კი არა ვარ და რაღაც არ გეგონა. ყველა როგორ მოგიწევს გეკითხება, როდის დაიბადე, სად დაიბადე, რომელ წელს და ეხლა რაღაც არასტანდარტული ფორმატით მინდა გამოგვივიდა დიალოგი და მიხარი. ძალიან გვიხარია ჩვენც თქვენი ეგ შეფასება. ვაი, შენ გენაცვალოს ჩვენ. მადლობა მაყურებელს, ვინც გვიყურა და გამოიწერა ჩვენი. მადლობა სუთი პაუერს. სუთი პაუერს და სუთი პაუერს, დიდი მადლობა თქვენ რატო მე. და კინოთეატრ ამირანს, ჩემბოლადო სადაც ვართ. და სიმბოლური იყო რომ ბატონი დავითის სტუმრობა შედგა კინოთეატრ ამირანში. გაიხარე. მადლობა. დიდი მადლობა, აბა დროებით.